მოგესალმებით. დღეს საზოგადოებას მინდა გავაცნოთ ჩვენი კვლევის შედეგები, რომელიც განახორციელეთ კახეთის რეგიონში. პირველი თემა, რომელსაც ჩვენ წარმოგიდგენთ, ეს შეეხება კახეთის შემადგენელი მუნიციპალიტეტების ფრაქციების ხელმძღვანელებს და ირკვევა ჩვენი კვლევის საფუძველზე, რომ დღეს მთელს კახეთში ფრაქციების რაოდენობა კატასტროფულად ხელოვნურად არის გაზრდილი და შედეგად მივიღეთ საბიუჯეტო სახსრების აბსოლუტურად არამიზნობრივი და უყაირათო ხარჯვა თვალსაჩინოებისთვის. მოგიყვანთ მაგალითს 2014 წელს კახეთის რეგიონში სულ მის შემადგენელი რაიონების ფრაქციების ხელმძღვანელების შენახვა ჯდებოდა 140,000 ლარი, ხოლო დღეისათვის უკვე ამან ყველაფერმა მიაღწია 1,5 მილიონიან ნიშნულს, რაც სხვაობას ჯამში გვაძლევს დაახლოებით 10 ჯერ არის ეს ხარჯები გაზრდილი. ამასთან შეგვიძლია აღინიშნოს ისიც, რომ გარდა ამისა არის თითოეულ მუნიციპალიტეტში მათი გამგეობების მიერ უთვალავი სხვადასხვა არამიზნობრივი ხარჯიც გაწეული, რაზედაც ბატონი გოჩა მოგახსენებთ. მოგახსენებთ, მოკლედ 11-ში ავტოპარკისთვის დაიხარჯა დაახლოებით 113,299 ლარი, ანუ თელავის ავტოპარკისთვის დაიხარჯა 100,000 ლარზე მეტი, სიღნაღში მაგალითად პრემიებზე გაიცა 201,032 ლარი, თელავზე 32,350 ლარი, ლაგოდეხზე მაგალითად გაიცა 116,823 ლარი და რაც შეეხება სიღნაღს, ანუ კომუნიკაციის ხარჯები, ყველაზე ესე ვთქვათ ხარჯიანი აღმოჩნდა სიღნაღი ამ კუთხით 53,000 ლარი აქვს დახარჯული და ჩვენთვის ძალიან საინტერესოა და ცოტა ეჭვის თვალით უყურებთ ამ ფაქტს, რომ 53,000 ლარის დახარჯვა სიღნაღის მუნიციპალიტეტმა როგორ შეიძლება მოახერხოს მხოლოდ და მხოლოდ კომუნიკაციის ხარჯებისთვის. ასევე შეიძლება დავამატოთ ჩვენს კვლევას ფაქტობრივად კურიოზების გარეშეც არჩეულია, ოღონდ ეს კურიოზები გარკვეულწილად უფრო მათი ადგილობრივი თანამდებობის პირების მიერ გაწეულ მუშაობას შეეხება და მათი მუშაობის კატასტროფულ მაჩვენებელს. ირკვევა, რომ მაგალითად ახმეტის მუნიციპალიტეტში ბოლო 2 წლის განმავლობაში მივლინებაში საგარეოს ქვეყნის გარეთ, ანუ საზღვარგარეთ დახარჯულია დაახლოებით 30,000 ლარზე მეტი, რაც თითქმის საგარეო საქმეთა სამინისტროს 2-3 დეპარტამენტის სამივლინებო ხარჯსაც კი აღემატება. და საინტერესოა რა შეიღებენ ზოგადად ეს ადგილობრივი თანამდებობის პირები ამხელა სახელმწიფო სარგოებს, მაშინ როდესაც ჩვენ მივედით საგარეჯოს გამგეობაში, შუადღით წერილების ჩასაბარებლად და ადგილზე დაგვხვდა მხოლოდ ერთი პატიოსანი დარაჯი, რომელმაც გამგვიცხადა, რომ მთელი მუნიციპალიტეტი და მთელი გამგეობა წასული იყო სადაც კონკრეტულ თავყრილობაზე დაბადების დღეზე თუ ასე შემდეგ ზუსტად ვერ გეტყვით. და წერილის ჩასაბარებელი და პასუხისგამოცემი ერთი ადამიანიც კი არ დაგვიხვდა. გვიჩნდება განცდა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ჩინოვნიკებს აერიათ და ეს ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი გონიათ ქართული ოცნების ხაზინა გონიათ და არავითარი პატრონი და მომკითხავი დღეს ამ გამგებლებს და საკრებულოს თავმჯდომარებს არ ყავთ, თვითონვე საპატრონო ადგილობრივი გუბერნატორების გარდა. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ედიტორს თქვენს მაყურებელს.